მინდა რომ პირველ რიგში მით დავიწყო რომ მოგილოცოთ რომ ეს მიწა არის ქართული რეგბის, ანუ ზღვარი 47000 კვადრატი, სადაც ჩვენი გეგმით მინდა რომ გაკეთდეს 3 მოედანი, ერთი სათამაშო, 2 სავარჯიშო, ჩვენი სურვილია რომ გაკეთდეს ჯიქების, რაგბის კლუბი ჯიქის სავარჯიშო კომპლექსი. ეს არა მარტო ჯიქის იქნება, არამედ ქართული რაგბის იქნება და დღეს გვაქვს ეს სიმბოლური, ეხლა ვაკეთებ ქარსაცავ ზოლს, ხეების დარგვის ცერემონია. ეხლა როგორ არის რომ არქით არ ჩავდოთ თასმამხა პირველ რიგში მადლობა მინდა მოუხადო იმ ხალხს, ვინც წამოიწყო ის საქმე. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში რაგბი ახლა ისეთ ეტაპზეა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი მოედნები და ესეთი ადგილებზე ესეთი საქმის დაწყება რა და ჯიქების ბაზა იქნება და მადლობის მეტი რა გვეთქვის, ჩვენიერი წამოწყებაა. ძალიან სასიამოვნო ამბავი მოხდა დღეს ქართულ რაგბის შეემატა კიდევ ერთი კერა თბილისში საკმაოდ დიდი ტერიტორია ჩვენ აქ მოვედით ძალიან დიდი მადლობა ადამიანებს აქ ჩემი აკრძალვისთვის მოვედით დავრგეთ ხეები მორაგბეებთან და სარაგბო თემის წარმომადგენლებთან ერთად და ძალიან სასიამოვნოა რომ ესეთი კერა გაჩნდება დედაქალაქში კიდევ ერთი და სასურველია რომ ესეთი კერები მომრავლდეს და ფორმად იყოს ქვეყნის მასშტაბით ნაცვლად დაებახურა ბიჭი. მეოთხენია. ბიჭა, ვაჭავარია და. ძალიან საშური საქმე კეთდება. წვინვალეა ყველა გუნდების წარმომადგენლები აქ არიან წარმოდგენილები. მშვენიერია რომ ერთი კლუბის დასახმარებლად თუნდაც სიმბოლური აქტია არის, სიმბოლური აქცია არის. ნუ ალბათ ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი როგორც რაგბის ოჯახის ერთობას და ერთიანობას. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ აი ესეთი მშვენიერი გარემო და ესეთი სტადიონი ბევრი აშენება საქართველოში ცხადია ერთობლივი ძალისხმევით. და ეს ძალიან წაადგება რაგბის პროგრესს ჩვენ ქვეყანაში. ძალიან სასიამოვნოა დღევანდელ დღეს აქ რო ვიმყოფებით, კიდე ერთი კერა ემატება სარაგბო კერა ჩვენს ქალაქს, სარაგბო ოჯახს, სარაგბო თემს. მინდა მიულოცო კახალანიას, ჩემს გუნდელს, ჩემს მეგობარს, ჩემს თანამებრძოლს და მის გუნდს და მის მეგობრებს, კლუბი ჯიქის წარმომადგენლებს, აი ესეთი მაგარი სარაგბო ადგილის გაჩენა ლისისთვის ტერიტორიაზე. დღეს სიმბოლურად დავრგეთ ხეები, აგერ ხედავთ, რაც არის ზრდის, პროგრესის და საბოლოო ჯამში სადღაც მიზნის მიღწევის სიმბოლო და მთელი სარაგბო ოჯახი, ყველა კლუბის წარმომადგენლები, კავშირის წარმომადგენლები დღეს ყველა აქ ვიმყოფებოდით, რომ ჩვენს თითო ხე დაგვერგო მათთან ერთად. დღეს მოხდა ღირსშესანიშნავი ფაქტი, შენდება ჯიქების სტადიონი, საფუძველი ეყრება იქ ჯერ ხეებს ვდგავთ, ქარსაფარი ზონა ეწყობა და რავი, მოხარულები ვართ ჩვენ თვითონ ჯიქები, რავი, ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, ახალგაზრდა კლუბი ვარ და გვეღირსა ესეთი რაღაც რა, რაც ძალიან რაგბსაც გამოადგება და კარგ ბიჭებსაც აუზდის ჩვენ ჯიქების კლუბი თვითონ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც აქ მონაწილეობა მიიღო აი ამ საფუძველის ჩაღრაში. ეს ძალიან კარგი დღეა ქართული რაგბისთვის. ნახეთ, ამდენი ხალხი შეიკრიბა. კლუბ ჯიქებს ძალიან ბევრი კლუბი და სარაგბო საზოგადოება დაუდგა გვერდით იმ თვალსაზრისით, რომ აი ამ არაჩვეულებრივ ტერიტორიას ხედავთ, სადაც იგეგმება კლუბ ჯიქების სარაგბო კომპლექსის მშენებლობა მომავალში.
და დღევანდელი აქცია იყო სოლიდარობა ამ კლუბთან. ძალიან ბევრი კლუბების წარმომადგენლები მოვიდნენ, ვეტერანები და სიმბოლურად ხეები დაირგო და იმედია რომ მოახლოეს მომავალში ყველანი ერთად მოვესწრებით იმას რომ აქ რამდენიმე სარაგბო მოედანი გაჩნდება, ასობით ბავშვი ივარჯიშებს და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სარაგბო კომპლექსი ქალაქ თბილისში, ასე რომ ულოცავ რაგბის გულშემატკივრებს, რაგბის მოყვარულებს და სულ ყველას. ძალიან კარგი დღე იყო.